კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე. რა მიზანს ემსახურება ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და რა შეფასებები კეთდება პირდაპირ ჩართვა ქრონიკაში. ოპოზიციამ დავალება მიიღო, როგორ განაწილდა როლები ოპოზიციურ ფლანგზე, დეტალები რამდენიმე წუთში. გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება ყოფილი ფინანსთა მინისტრი. გამოძიება მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმეს სწავლობს. მთავარ საგამოძიებო უწყებაში ივანე მაჭავარიანი სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს. მარიამ ქართველიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ივანე მაჭავარიანი ზუსტად 13 საათზე გამოცხადდა გენერალურ პროკურატურაში, ის სწორედ ამ წუთებში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობს. ბუნებრივია, ჩვენ მასთან ქონდა შეკითხვები, ქონდა თუ არა მას კომუნიკაცია გიორგი გახარიასთან 2019 წელს საგუშაგოს ჩადგმის პროცესში და ზოგადად რა ინფორმაცია აქვს სისხლის სამართლის საქმის ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაზეც ივანე მაჭავარიანმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არის სურვა. ბატონო, რა კითხვები შეგვიძლია? არ ვიცი და. თქვენ თუ იყავით საქმის კურსში, საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით, თუ იყავით საქმის კურსში, ბატონო? არსებობს ფაქტები და არსებობს ამ ფაქტებზე გიორგი გახარიას ტყუილი პასუხები. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ახლა სწორედ საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი იმისთვის, რომ საბოლოოდ დადგინდეს რა მოხდა 2019 წელს, მაშინ როდესაც გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით სოფელ ჩორჩანასთან ჩაიდგა საგუშაგო, რომლის შედეგად საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის მიღმა აღმოჩნდა 1 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. ნაციონალური მოძრაობისთვის ჩორჩანას ეპიზოდის განხილვა საგამოძიებო უწყებაში არის პოლიტიკური საქმე. ესეც სრულად პოლიტიზირებული საქმეა, ესეც არის მორიგი ფარსი, ტყუილი. მე მგონი უკვე ყველაფერი მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ადამიანებისთვის და ადამიანურ დონეზე გარკვეული არის, სამართლების შეფასებები რა ექნება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თავად ისტორია უკვე გაირკვა, რაც არის. ჩვენ ვნახეთ გიორგი გახარია რამდენიმე დღის წინ მან თქვა რომ საქართველოს ისედაც ვერ აკონტროლებდა ხელისუფლება ამ ტერიტორიას, ხო ვიცით თვალები გვაქვს, ყურები გვაქვს და მოსახლეობა არის იქ, რომელიც პირდაპირ ამბობს. აგერ ტერიტორია არის 1 მილიონი კვადრატული მეტრი, სადაც მანამდე შევდიოდით, რომელსაც ვიყენებდით, ამ გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებთ. მე როგორც მოქალაქეს მაინტერესებს რა მოხდა. 28 აგვისტოს ჩაიდგა ჩორჩანას ტყეში საგუშაგო, შემდეგ იყო პროტესტი მეორე მხრიდან და იმ ასე ვთქვათ შეხვედრების დროს სადაც ევროკავშირიც არის ჩართული, იქაც გამოითქვა პროტესტი რომ მოხსენით ეგ საგუშაგო, გადაიტანეთ, იყო უარი რომ არ გადაიტანენ არცად საგუშაგოს და ამის საპასუხოდ ჩაიდგა 5 თუ 6 საგუშაგო გიორგი გახარიას ქმედების გამო ჩაიდგა საგუშაგოები და მილიონი კვადრატული მეტრი დღეს საქართველოს სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის მიღმა. მაჭავარიანი იყო მთავრობის წევრი, ამდენთაც ვიცით, იმ პერიოდში მინისტრი და შესაბამისად მისი აზრით რა თქმა უნდა იქნება მნიშვნელოვანი. გახარია გამოკითხეთ ორჯერ და რეალურად დადგენილია ყველაფერი ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით. თუ ის თulis რომ როგორც იყო საგუშაგოს დადგმამდე რეალური სიტუაცია, როცა იქ მცხოვრები ხალხი ამბობს რომ შედიოდნენ ამ ტყეში, როცა ჩამოვა უცხოეთიდან ან თვითონ შევიდეს მარტო ამ ტერიტორიაზე მილიონ კვადრატულ მეტრში, სადაც კონტროლი დაიკარგა. ან წაიყვანოს იქაური სოფლელი და უთხრას რომ აი ბატონო, როგორც მანამდე შედიოდით, ეხლა წინ გაგიძღვებით და შევალთ ამ მილიონ კვადრატულ მეტრშიო. რამენაირად დაადასტუროს ის რომ არაფერი არ დაუკარგავს და კონტროლიდან არ გასულა ეს ტერიტორია. მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმესთან დაკავშირებით, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხენ ყოფილი მაღალჩინოსნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, მაია ცქიტიშვილი და ასევე წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი ვაჟა ლომიძე, ასევე სოფელ ჩორჩანას მაცხოვრებლები
მკვლელები, რომლებმაც თქვეს, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით საგუშაგო ჩაიდგა, ისინი ვეღარ შედიან და ვეღარ სარგებლობენ ჩორჩანას ტყეში, როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი იკითხება ის 1 საათზე მეტია, რაც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობს. მადლობა მარიამ, ქრონიკის პირდაპირ ეთერში მარიამ ქართველიშვილი საუბრობდა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტები პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულია. შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველამ, ვინც კანონი დემონსტრაციულად დაარღვია, თავი საკუთარი ნებით დაისაჯა. იცოდნენ პირდაპირ ადამიანებმა, რომ ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. მეორე, იცოდნენ, რომ ისინი არღვევენ საქართველოს სისხლისამართლის კოდექსს. მესამე, იცოდნენ, რომ ამ დარღვევისთვის არის სასჯელი გათვალისწინებული და მიუხედავად ამისა დემონსტრაციულად დაარღვიეს. იცოდნენ რა იქნებოდა შედეგი, წავიდნენ ამ შედეგზე, თავისთავი დაისაჯეს თავის საკუთარი ნებით. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, რაც დანაშაულების კატეგორიებში ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა. მე ის მიკვირს ზოგიერთი ელჩი რომ გამოესარჩლა ამ ადამიანებს, ანუ გამოდის რომ ისინი მხარს უჭერენ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს, რაც თავისი არსით არის ექსტრემიზმი. ესეც კიდევ ერთი მაგალითი, რომ ევროკავშირის პასპორტის ქონა ჯიბეში სულაც არ ნიშნავს ევროპულობას. ევროკავშირში ზოგიერთს საბჭოთა ბაცილა შეეყარა, ზოგიერთს რაღაც ძალაუფლების ტკბობა აქვს და საქართველოს როგორც პატარა ქვეყანას ზემოდან დაყურებს, ამიტომ ქართველებმა უნდა ვაჩვენოთ ბრიუსელს და სხვა დედაქალაქებს, რას ნიშნავს ევროპულობა. მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების მოტყუების მცდელობა. ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ პორტოში ეუთო საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას მხარი დაუჭირა, სადაც საუბარია ახალ არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებაზე, სიცრუეა. თემაზე მეგინა არსავიძე მუშაობს და ქრონიკის ეთერს უერთდება. საქართველოს დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერდათ და განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციას ევროკავშირიდან დაფინანსებული მედიები ავრცელებენ. დეპუტატების განმარტებით მათ ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ დოკუმენტში ყოფილიყო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები, თუმცა ოპოზიციის მოკავშირე ჯო უილსონის აქტიური მუშაობით გაჩნდა ისეთი ჩანაწერი, მაგალითად, ახალი არჩევნების შესახებ, რომ ქართულმა დელეგაციამ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. საზოგადოებამ ნახა გასული დღეების განმავლობაში ეუთო საპარლამენტო ასამბლეის დროს, რომ საქართველოს დელეგაცია სიტყვასიტყვით მიყვებოდა კონკრეტული ფაქტების მოყვანით და საფუძველზე თითოეულ იმ ჩანაწერს, რომელიც ეხებოდა საქართველოს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით საქართველოს ეროვნული ინტერესები ყოფილიყო ასახული, მათ შორის თუნდაც სირიის ნაწილში და ეს იყო ჩვენი მთავარი ძალისხმევა ბოლო დღეების განმავლობაში. სამწუხაროდ ჯო უილსონმა მისი მხარდაჭერების დახმარებით მაინც შეაპარა ამ პროცესში ერთი პატარა მცირე ჩანაწერი, რომელიც ეხება საქართველოში ახალი არჩევნების საკითხს. ჩვენმა დელეგაციამ წინააღმდეგ მისცა ხმა და სხვებსაც მოუწოდეთ, რომ სამწუხაროდ სხვა ძალიან კარგი დადებითი ჩანაწერების მიუხედავად, რომ მხარი არ დაეჭირა საბოლოო რეზოლუციისთვის, სწორედ აი ამ კონკრეტული ჩანაწერის გამო. ზოგიერთი ოპო მედია, რომელიც სამწუხაროდ ერთი ნაწილი ფინანსდება ევროპული სახსრებით, ავრცელებს საოცარ დეზინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ქართულმა დელეგაციამ, რომელიც ბოლო 5 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ხმალამოღებული ვიბძვით იმისთვის, რომ ჯო უილსონის შეტანილ ცვლილებას, აი ერთწინადებიან ცვლილებას მხარდაჭერა არ ქონოდა და თურმე ჩვენ მას ამ ცვლილებებს და საბოლოო რეზოლუციას, დეკლარაციას, რომელშიც ეს ცვლილებები აისახა, თითქოს მხარი დაუჭირეთ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ნამდვილად აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ გამართული ცილისწამების კანონმდებლობა გქონდეს, უნდა ამტკიცონ ზუსტად აი ამ ადამიანებმა, რომლებიც აი ესეთ სამარცხვინო დეზინფორმაციას ავრცელებენ და კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ მოატყუონ ქართველი ხალხი და დისკრედიტაცია მოახდინონ თვითონ ქართული დელეგაციის საქმიანობის.
ოპოზიციის კიდევ ერთ ჩავარდნილ ტყუილს უწოდებს სახელმწიფო გუნდი გავრცელებულ დეზინფორმაციას. აქვე საუბრობენ დოკუმენტზე და ამბობენ, რომ სამწუხაროა, როცა საქართველოს საწინააღმდეგო ჩანაწერებს აქვს მაგალითად უკრაინის მხარდაჭერა, იმ უკრაინის, რომლის მხარდამჭერ 600-ზე მეტ რეზოლუციას შეუერთდა ჩვენი ქვეყანა. ნაციონალური მოძრაობა კი ახლა ჩართულია დეზინფორმაციის კამპანიაში, რომ თითქოს საქართველოს დელეგაციამ ანტიქართულ ჩანაწერს დაუჭირა მხარი. აღნიშნული დეკლარაციის მხარდაჭერა არის დასტური იმის, რომ რეჟიმის წევრებსაც კი უწევთ აღიარება, რომ ქვეყანაში დღეს გვყავს პოლიტპატიმრები, ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. იქ საუბარი იყო მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, და ამას ბუნებრივია ჩვენი დელეგაციის მხრიდან ექნებოდა მხარდაჭერა, რომ არა ისევ განმეორდეთ უილსონის ასეთი არასწორი, არასამართლიანი, წინააღმდეგობრივი წინადადება, რომელსაც ბუნებრივია, რომ უკვე ვეღარ ექნებოდა ვერანაირი მხარდაჭერა საქართველოს დელეგაციის მხრიდან. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რეზოლუციად, მაგრამ ეუთო ოდირი და მისი გენერალური მდივანი პირდაპირ წერტილს სვავს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მომენტებში გვახსენდება ევროპარლამენტის ცრუ რეზოლუცია არჩევნებთან დაკავშირებით, გვახსენდება სხვადასხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა მინისტრების თუ პარლამენტების განცხადებები, რომელსაც ერთი განმარტებით წერტილი დაუსვა ეუთოს გენერალურმა მდივანმა. ტექსტში ჯო ვილსონის დაჟინებული მოქმედებებით აისახა ნახევარი წინადადება, რომელიც ეხება არჩევნებს და ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ პირებს. ჯო ვილსონის ამ დამატებას თანაავტორები იყო მათ შორის უკრაინის დელეგაცია. აი, რამდენად ძიმეა ხო ამის ხურება, მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლებამ რა მხარდაჭერაც აჩვენა უკრაინის ხალხის მიმართ, აი ხა ფაქტობრივად ეს არის ზურგში დანის დარტყმა. სამარცხვინოა უბრალოდ ასეთი საქციელი უკრაინის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციისა. დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენ მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო ვილსონის და უკრაინის დელეგაციის უკრაინა, ცნობილი ჯგუფები, ასე ვთქვათ, უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც არ ვიცი რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს რა გაგვიკეთებია სიკეთისმეტი, რომ ასე უნდა დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ეს ნახევარ წინადადება, რომელსაც რა თქმა უნდა არანაირი მხარდაჭერა ჩვენი არ ექნებოდა. ასე რომ ესეთი ცალკე ამბავი არის დეზინფორმაციას რო ავრცელებს სხვადასხვა მედია და განსაკუთრებით ნიშანდობლივია რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია რო დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. რამდენიმე წუთიანი ყიჟინის გამო, რომელსაც საკუთარ ტყუილებით დაცხებენ, აი ყველაფრის ხელის მომწერნი და ყველაფრის მკადრებლები არიან. მაშინ, როდესაც ეუთოს რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით სრულიად მტკნარი სიცრუე გაავრცელეს, ჩვენმა დელეგაციამ ამას ხარი არ დაუჭირა და აი მიუხედავად ამისა, მაინც გავრცელდა სრული ტყუილი და რაღაც ძალიან ცოტა ხანი ყიჟინად დასცეს რადიკალებმა და მართა მხარდამჭერებმა აი ამ ტყუილზე საკუთარ სისულელეზე, რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა და მალევე გამომჟღავდა ეს სიცრუე. ჩვენ ვცდილობთ იმ მედიებთან დაკავშირებას, რომლებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საქართველოს დელეგაციამ მხარს უჭერს დოკუმენტს, სადაც არის ჩანაწერი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა განმარტება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. მადლობა, მეგინ არსავიძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენი გამოცხადდა საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოქრუაშვილს 8 თვით პატიმრობა მიესაჯა. აიკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. თავად პროცესს არ დასწრებია, უარი თქვა დისტანციურად ჩართვაზეც. ქრონიკის ინფორმაციით ოპოზიციამ ახალი დავალება მიიღო. ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, ბოიკოტის რეჟიმში დარჩება. ქრონიკის ინფორმაციით პარტია ლელო არჩევნებისთვის $15 მილიონ ქვეყნის გარედან მიიღებს. ხაზარაძე ჯაფარიძის პარტია საარჩევნოდ ჯამში 50 მილიონს დახარჯავს, რაც წყაროს ინფორმაციით, როგორც ლელოში ამბობენ, მინიმალური შედეგისთვის საკმარისია. დავალება მიღებულია, პარტიებში როლები განაწილებული, მიუხედავად ამისა, ოპოზიციურ ველზე ერთმანეთს ისევ უპირისპირდებიან. საკითხს ეკეთდება პოლიტიკური განცხადებები.
პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია და ხელისუფლების ლეგიტიმაციის მცდელობა ნამდვილად იქნება უდიდესი დანაშაული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას ეს ადამიანები არ მიიღებენ. ჩვენთვის სულ ერთია ისინი მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება განხეთქილებას რადიკალური ოპოზიციის პარტიებს შორის, ამას აქვს ერთ-ერთი მიზეზი, ეს არის სისუსტე. რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული. თუ არ ჩამოშორდა ეს ხალხი, აბსოლუტურად რეპუტაცია გაცვეთილი ხალხი. ქართულ პოლიტიკას ჩვენთან სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება. ამიტომ სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები, ჩვენი დაპირება იყო, ჩემი დაპირებაც ის რომ ჩვენ გავანეიტრალებდით ამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში და რა თქმა უნდა ეს დაპირება უნდა შესრულდეს და ეს დაპირება თავისთავად არის პრინციპული მნიშვნელობის იმისათვის რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. ვისზე დადო ფსონი იმ ეგრეთ წოდებულმა ევროპამ, რომელშიც აღარაფერი ევროპული აღარ არის, როდესაც აი ამას უყურებ, ხომ? ვისზე დადო ფსონი და ვინ დადიოდა საარჩევნო კამპანიაში, რომელი ქვეყნის ელჩები იყვნენ ჩართული პირდაპირ იმისთვის, რომ მოეყვანათ ხელისუფლებაში ვინ? სააკაშვილი და მისი ხელის პოლიტიკოსები, მათ განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანეს მაშინ, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას. მაშინ დაღუპეს თავი როგორც ქართველებმა, მაშინ დაღუპეს თავი როგორც პოლიტიკოსებმა, როდესაც დადგნენ ამ გზაზე, ისე რომ არც 15 მილიონი ურჩევნის და არც 115 მილიონი, როდესაც გვაქვს საქმე ანტიქართულ მოძრაობასთან. როგორ შეიძლება საქართველოში გაიმარჯვოს ანტიქართულმა ჯგუფებმა? ეს ხო გამორიცხულია. როცა არიან მარიონეტები უცხო ძალების, საბოლოო ჯამში მათ არავინ არაფერს არ შეეკითხება და როგორც რასაც დაავალებენ, ზუსტად ისე მოიქცევიან, მისცემენ მილიონებს დახარჯავენ, მისცემენ თეთრებს და ამ თეთრებაცაც კი მზად იქნებიან, რომ შეასრულონ დავალებები. აჭარის უმაღლეს საბჭოში გახარიას პარტიის ორ წევრს გოჩა გუგუნავასა და ირაკლი ბოლქვაძეს უფლებამოსილება შეუწყდათ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დასახელდა. მათი ადგილები სურვილის შემთხვევაში სიით მომდევნო წევრებს დაეთმობათ, რადგან პარტია გახარიას საქართველოსთვის სიები უმაღლეს საბჭოში არ ჩაუხსნია. საკითხი დღეს რიგგარეშე სესიაზე განიხილეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგის სხდომების ნახევარზე მეც. ამ შემთხვევაში ეს გარემოება დადგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ორი წევრის მხრიდან, კერძოდ გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური გაერთიანების პარტიის წევრები არ დაესწრნენ მორიგის სხდომების ნახევარზე მეც. შესაბამისად დღეს მათ შეუწყდათ უფლებამოსილება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღო. დაკავებულია თურქეთის მოქალაქე. უწყების ცნობით სამართალდამცველებმა ბრალდებული ზროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 6 შეკვრად დაფასოვებული 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენა, თავად კი დუმილის უფლებას იყენებს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თვითონ დუმილის უფლებას იყენებ და ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. თბილისის სენაკი ლესელიძის საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალზე შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები მოეწყობა. პროექტის განხორციელება დღეს დაიწყო, ადგილზე იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრი. წიწამური საგურამოს გზის მონაკვეთზე 2 კილომეტრიანი ახალი ზოლი იქნება. სამუშაოს დასრულება 3 თვეში იგეგმება, პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. ჩვენ დღეს ვიწყებთ საგზაო სამუშაოებს, რომელიც გულისხმობს დამატებითი ზოლის მოწყობას, რომელიც იქნება კონკრეტულად განკუთვნილი სავაჭრო ობიექტებთან მისასვლელად, რაც მოაწესრიგებს აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობას და მაგისტრალზე ავტომობილების გადაადგილებას არ შეუშლის ხელს. ეს ერთი ღონისძიება, რაც ჩვენის მხრივ გატარდება და მეორე მცხეთის მუნიციპალიტეტი იწყებს ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟზე ზრუნვას, რომელიც ამ ტერიტორიაზე არის განლაგებული. მიმდებარე სავაჭრო ობიექტებიდან გამომდინარე ხშირად ხდება გზაზე შეფერხებები. გზების დეპარტამენტი იწყებს პროექტს, რომლის შედეგადაც მოხდება ერთიანი იზოლირებული შემანელებელი ამაჩქარებელი ზოლების მოწყობა, რომლის მეშვეობითაც მიმდებარე ობიექტებზე მოხდება უსაფრთხოდ გადაადგილება
რასაც არ ექნება კონფლიქტი ცენტრალურ მაგისტრალზე მომოძრავე ავტოტრანსპორტთან. პროექტის ფარგლებში ეწყობა უსაფრთხოების ზღუდარები, როგორც ამ შემანერებელ ამაჩქარებელ ზოლზე, ამასთანავე ცენტრალურ გამყოფ ზოლში. შინაგან საქმეთა მინისტრმა იმერეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. გეკა გელაძე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს. სამართალდამცველებმა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს დანაშაულის სტატისტიკა და გახსნის მაჩვენებელი გააცნეს. გეკა გელაძე მოადგილეებთან ერთად ეწვია დაცვის პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურს, სადაც მისი ტექნიკა, აღჭურვილობა და ლაბორატორიები დაათვალიერა. შინაგან საქმეთა მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებსაც შეხვდა. ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში რუსთავის წყალმომარაგების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. სემექსში კომპანია GVP-ს 2025 წლის საინვესტიციო გეგმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრას დაესწრო რუსთავის მერი. დავინახეთ, რომ 2025 წლის 6 თვის განმავლობაში კომპანიას არ ჰქონდა ის ტემპი, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქნებოდა ორიენტირებული როგორც სასმელი წყლის საკითხებზე, ასევე წყალარინების საკანალიზაციო სისტემების მოგვარებაზე. კიდევ ერთხელ მკაცრად დავაყენეთ ის საკითხი, რომ ქალაქის ამ გამოწვევას სჭირდება უფრო მაღალი ტემპი, უფრო მეტი პროექტის განხორციელება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს გამოწვევა ჩვენი ქალაქის წინაშე აღარ იდგას. ჩვენ მქონდა დაპირება GVP-სგან, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსთავი უნდა იყოს უზრუნველყოფილი 24 საათის განმავლობაში უწყვეტი წყალმომარაგებით. პრეზენტაცია გააკეთეს იმ კონკრეტული გეგმა გრაფიკის, რომლის საფუძველზეც ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. მნიშვნელოვანია და ხაზგასასწრებელია ის, რომ GVP-მ დააჩქაროს რეაბილიტაციის ტემპები, რათა მუნიციპალიტეტმა შეძლოს უკვე შემდგომ დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ სწორედ აქტიურ სამშენებლო და სარეაბილიტაციო პერიოდში მოხერხდეს ამ პროექტების გაკეთება, რაც არის გეგმით გათვალისწინებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. საუბარია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე. სააკაშვილის ადვოკატმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რასაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარეს. ხდომა არ გადაიდო, პროკურატურამ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. დღეს დასკვნით სიტყვა მოვისმინეთ ბრალდების ხარის და პროცესის გადადება მოვითხოვით სექტემბრამდე. დასკვნით სიტყვაში შევეხეთ ყველა იმ არგუმენტს და ყველა იმ მტკიცებულებას, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა და თეიმურაზ ჯანაშიამ ჩაიდინეს კორუფციული დანაშაული. მოქალაქეთა გადასახადებით შეკრებილი რესურსი მათ გამოიყენეს პირადი ფუფუნების საგნად. მე მოლოდინი მაქვს და იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონიერად და სამართლიანად იქნება შეფასებული ყველა ის ფუფუნების ხარჯი და ასევე მისი გარემოცვისთვის დასასაჩუქრებლად დახარჯული თანხა იქნებოდა ეს თიკა ბოგუჩავა, მარიამ საჯაია, ვერა ქობალია თუ სოფო ნიჟარაძის საჩუქრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მიზანი საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიწისძვრის, ხანძრისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს მოქცევის წესების გაცნობა იყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომელთა ცნობიერების ასამაღლებლად ჩატარდა სიმულაციური სწავლება საგანგებო სიტუაციებში სწორად მოქცევის, ევაკუაციის სწორად განხორციელების მიზნით. სწავლებაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისმა დანაყოფმა, ამავდროულად გამოყენებული იქნა სახანძრო სამაშველო ავტოტექნიკის, ასევე საპატრულო და სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად ნახვამდის.